ქუთაისში ნარკოტიკის რეალიზაციის ბრალდებით უბნის ინსპექტორი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო წეს, რომ ბრალდებულმა პოლიციელმა ორ მოქალაქეს ნარკოტიკული საშუალება მორფინი მიყიდა. სამივე მათგანი დაკავებულია. უკრაინამ რუსეთის უმსხვილესი მაგისტრალური ნავთობსადენის ერთ-ერთ მონაკვეთს დრონებით შეუტია. ინფორმაცია გამოცემა უკრაინსკა პრავდას ანონიმურობის დაცვის პირობით სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელმა მიაწოდა. წყაროს თანახმად აფეთქებების შედეგად სადგურის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა. კახარია საქართველოსთვის გუნდის წევრი თეონა აკუბარდია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს. აკუბარდია უარყოფს სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გუნდი დატოვა. საქსტატის ინფორმაციით საქართველოს საგარეო ვაჭრობაში იმპორტის წილი ისევ მაღალია. იმპორტი წინა წელთან შედარებით 10,3%-ით გაიზარდა. აღმოსავლეთ ინდოეთში წყალდიდობას ებრძვიან. წყლის დონემ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია და სოფლებიდან 800,000-ზე მეტი ადგილობრივის ევაკუაცია გახდა საჭირო. წყალმა საცხოვრებელი სახლები მთლიანად დატბორა.